გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა 5 თებერვალი ეს თარიღი განისაზღვრა არსებითი განხილვის ეტაპად გიორგი ახობაძის ჰქონდა საკმაოდ ემოციური სიტყვა დღევანდელ პროცესზე სადაც განიხილებოდა მისი პატიმრობის საკითხი გადასინჯვის საკითხი უნდა დარჩენილი იყო თუ არა ის პატიმრობაში ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა რომ მუხლი რომითაც გამოძიება მას ედავებოდა იყო გამოგონილი არ იყო საკმარისი მტკიცებულებები მისი დაკავება მოხდა კანონის სრული დარღვევით შესაბამისად მოსამართლემ გელიაშვილს მიმართავდნენ რომ ის უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან თავადაც ისარგებლა რამდენჯერმე სიტყვის ქმის უფლებით გიორგი ახობაძემ უკვე მეორედ მიმართა მოსამართლეს და პროკურორს ასევე მნიშვნელოვანია რომ მომკვლელი უწოდა გამომდინარე იქიდან რომ წინა სასამართლო პროცესზე სადაც ახობაძეს თხოვდა გამოძიებას რომ გაეთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან ვინაიდან ის ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი პატრონი იყო ის იყო რეანიმაციაში და შესაბამისად გიორგი ახობაძის გარდა დედას არ ყავდა სხვა მომვლელი თუმცა ჯერ კიდევ იმ პროცესზე წინა პროცესზე საგამოძიებო უწყებამ ეს არ გაითვალისწინა დღეს მკვლელი უწოდა სწორედ დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ახობაძემ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს რომელმაც გამოკეტა ის ციხეში არ მიეცა მას შესაძლებლობა იმის რომ ბოლოჯერ ენახა მომაკვდავი დედა და თქვა რომ მან რეჟიმმა ჩამოაშორა ერთადერთ დედას თავარ პაციენტს მისი ცხოვრების რომელზე ზრუნვის მეურვეობაც ჰქონდა მას ნაკისრი იცით რომ ერთი კვირის წინ დაკრძალა რეჟიმის პატიმარმა დედა ის იმყოფებოდა დედის გასვენებაზე და დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მან ამ საკითხზე თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ აი უგრძნობი გადაწყვეტილებები როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირადაც მიგებოთ არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტსაც მიღებული და ამიერიდანაც იქნება თქვენი მაკონტროლებელი პარტია რომელიც წარმომადგენელიც ეხლა ახლა და ჯორჯ ორველს დავესესხები მოსიარულე ფონოგრამას ვისმენთ ეხლა ჩვენ აქ და არა პროკურორს რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს და მოქალაქეებს და კანონს და სამართალს თქვენ არ მიეცით ქართულ დედას იმის საშუალება თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით რომელიც არის ექიმი და რომელიც მას ეს რუნავდა მე მინდა ვკითხო თქვენ ახლა გოგობეჯიშვილი თქვენ დედას ხო ხავთ და მინდა რომ მიხვდეთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვოთ იმას მინდა მიხვდეთ და ვკითხოთ დედას რომ აი ესეთი კაცი რაც მე აქ გამდები ვაყარებ როგორ შეაფასებდა ამ კაცს როგორც პიროვნებას თქვენ წინ მთელი კარიერა ახალგაზრდა ადამიანი ხართ და არ მინდა როგორც ამ სახელმწიფოს ერთი ნაწილი თქვენ და მე და კიდე სხვა ბევრი მოქალაქეები ისე თანაც ცხოვრობთ ერთმანეთთან ან დაბაზიანოთ და ხანდახან გავწდეთ იმ ჩარჩოებს რომელ ჩარჩოებში რაღაცა ესე ვთქვათ ზემდგომები ვაჟა ზაზაევიჩები და ვიღაცები გვაქცევენ კეთილი სუგული მინდა გისურვო რომ ისე გაგეგრძელებინე კარიერა რომ აი ეს ადამიანი რომელსაც ეხლა მე ლაპარაკობ საკეში აღარ ასუდეს დაგენახოთ ამას მათ როგორც მეგობარი და თქვენი კეთილის მსურველი ისე გისურვებთ რომ ჩემზე კარგად იცით თქვენ ამ წუთას რა სიბინძურეში დაყენებენ თქვენი ზემდგომები ვიღაც ვაჟა ზაზაევიჩები ძალიან დიდი მადლობა რომ მოგეცალეთ გიორგი ახობაძემ ისაუბრა მისი საქმის ირგვლივ იმ დარღვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ მისი დაპატიმრების დღიდან დაიწყო, შემდეგ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, როგორ დაირღვა რიგი პროცედურები, მის წინააღმდეგ ამბობს, რომ დააკავეს სხვა ადგილას, ოქმში მითითებულია სხვა ადგილი, მისი ნების საწინააღმდეგო დაიღეს მისი სხეულიდან ბიოლოგიური მასალა და არ გამორიცხავს, რომ მის საქმეში ამ მძიმე მუხლთან ერთად კიდევ გაჩნდეს სხვა ბრალდებაც, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდება, რომელსაც მას გამოძიება უყენებს არის გამოგონილი თავიდან ბოლომდე არის შეთხზული ამასთან დაკავშირებით ამ დეტალებზე ისაუბრა და მიმართავდა მოსამართლეს რომ გაეთვალისწინებინა ყველა ეს გარემოება და დაუშვებლად ეცნო ეს მტკიცებულებები რომელსაც გამოძიება არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოში წარმოადგენს თუმცა მოსამართლემ გელიაშვილმა მისი ეს თხოვნაც არ შეისმინა სანაპიროზე ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ჩემი ნების წინააღმდეგ აღებული იქნა ჩემი ჯერ პირისგან და შემდგომ იღლის ფოსოდან ბიოლოგიური მასალა და ამას ნებისმიერი სამედიცინო ექსპერტი იქნება თუ ნებისმიერი ექიმი, რომელსაც ელემენტარულ დონეზე მაინც ესმის ბიოლოგია და როგორ ხდება დნმ-ის მასალის აღება ადამიანიდან და როგორ არის შესაძლებელი მის გადატანა ნებისმიერ ნივთზე, ზუსტად იგივე წარმატებით ამხანაგმა გოგეჯიშვილმა შეიძლება დამაგროვოს უკრაინაში ომის წამოწყება, რომ გაიტანოს ნებისმიერ რუსულ ტანკზე ჩემი ბიოლოგიური მასალა, პირდაპირ იხატება ის მოტივები, რის გამოც დღეს სანქცირებულ სიაში
მაგნიტსკის სიაში არსებული ადამიანი, რომლის დაქვემდებარებაში წავიან, ის ადამიანები, რომლებიც ახლა მე აბსოლუტურად არანეიტრალური მტკიცებულებით მიგებენ ბრალს, აი იმ ხალხის მოტივები, რატო შეიძლება ამ ბრალს მიღებენ, პირდაპირ არის უამრავი წუთის და მათ შორის საათზე მეტი ქრონომეტრაჟი ჩემს სოციალურ ქსელებში წარმოდგენენ, მოეცით ის მოქმედების თავისუფლება, რაც მათ აქვს, მომეცით ის ძალაუფლება და ის მოტივები, რაც მათ აქვს ჩემს წინააღმდეგ და მეორედ ეს მოვიტანთ ზუსტად იმ ღირებულების მტკიცებულებას და გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მტკიცებულებს, ვიდრე ისინი არიან დღეს წარდგენის სასამართლოს წინაშე. ეს არის ჩემი კომენტარი მის მიერ ესე ვთქვათ ნეიტრალურ მტკიცებულებად მოყვანილ ფაქტზე. დასრულდა კიდევ ერთი რეჟიმის პატიმრის საქმე ჟურნალისტ ნიკა კაციას ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული მოსამართლე ნინო თარაშულს უმტკიცებდნენ დღეს ადვოკატები რომ არც ამ საქმეზე არ უნდა დაეშვა ის მტკიცებულებები რომელსაც გამოძიება წარმოადგენდა სასამართლო პროცესებზე შემდგომ უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ პროცესზე თავად ნიკა კაციაც თხოვდა მოსამართლე თარაშულს და მისი ადვოკატიც რომ მტკიცებულებად დაერთო ამ საქმის მთავარი მოწმის ჩვენება სასამართლო პროცესზე ეს არის ტაქსის მძღოლი, რომელიც შეესწრო დაკავების პროცესს. ტაქსის მძღოლი არის მოწმე, როგორ გადაიყვანეს მისი ავტომობილიდან რამდენიმე ავტომობილში ნიკა კაცია, სადაც სავარაუდოდ უკვე მოთავსებული იქნა მის ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის შენახვა შეძენასაც ედავება სწორედ მას გამოძიება. ეს ყველაფერი უნდა მოეყოლა ტაქსის მძღოლს სასამართლო პროცესებზე, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დაუშვა, არ გაითვალისწინა შესაბამისად ვერ გაიგებს საზოგადოებას სიმართლეს რა მოხდა ჟურნალისტის დაკავების პროცესში. ბრალდების ხარის პოზიცია იყო, რომ ახალი გარემოება არ არსებობდა, რომ ახალი დანაშაულის საფრთხე იყო და შესაბამისად ასევე მიმალვის და საშიშრისაგან თავის არიდების. თუმცა რა თქმა უნდა დაცვის ხარი არ დავეთანხმეთ, ვინაიდან მოგეხსენებათ უდანაშაულობის პრეზუმპციის ფარგლებში ვარ და ნიკოლოზ კაციას არ აქვს ის ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, უკანე წარსული, რომ სავარაუდო ყოფილიყო და ბრალდების ხარის მხოლოდ ვარაუდი წარმოადგინა და პირადი პოზიცია და სუბიექტური შეფასება. დაცვის ხარემ დააყენა ბრალდების ხარის აცილების შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ ბრალდებული მუდმივად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა შესაძლო დანაშაულის ჩადენა, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოიკვლია, შესაბამისი გასაუბრების ოფლი გადააგზავნა გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. თუმცა დღეის მდგომარეობითაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულ უწყებებს საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. იმავე დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შესაბამისად ვფიქრობდი, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. საქალაქო სამართლოში გარდა ამ პროცესებისა დილიდან განიხილებოდა თითქმის ყველა დარბაზში პროექტულ აქციებზე დაკავებული პირების საქმეები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებსაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ გზის გადაკეტვას ედავებიან და 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი კოდექსის თანახმად ერთი მეორის მიყოლებით აჯარიმებენ თითქმის ყველა ადამიანს, რომელიც დგას დღეს რუსთაველის გამზირზე უპირისპირდება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. 5000 ლარი ეს არის თანხა, რომელსაც მოსამართლეები სასჯელის სახით უსაზღვრავენ აქციაზე მდგომ პირებს.